რუსეთი მასშტაბური საწვავის კრიზისის ფონზე საბჭოთა კავშირში ბრუნდება. პრეს 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლება განიხილავს გასასვლელი ვიზების პრაქტიკის დაბრუნების შესაძლებლობას. ზუსტად იმ ვიზების, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირში. ეს მაშინ, როცა ქვეყნის დასატოვებლად ვიზის აღება გჭირდებათ. მის გარეშე, როგორც საბჭოთა დროს, უბრალოდ არ გაგიშვებენ. მალე ბილეთის ყიდვა და უბრალოდ რუსეთის დატოვება შეუძლებელი შეიძლება გახდეს. სახელმწიფოს თავად სურს გადაწყვიტოს, ვადაჭყვას ვინ გაუშვას და ვინ არა. ეს პირდაპირი გზა მასობრივი მობილიზაციისკენ, რაზეც ყველა ისევ ხმამაღლა საუბრობს. ამასობაში რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ბენზინი ყველასთვის არ ყოფნის. პრეს რუსეთი მხოლოდ შიდა მოთხოვნილების 65%-ს აწარმოებს. მივიდა იქამდე, რომ უკვე რუსეთის 5 რეგიონში ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალონები გაგზავნა, რათა ბენზინგასამართი სადგურები რუსებისგან დაეცვათ. ამ ფონზე სულ უფრო მეტი წყარო მიუთითებს, რომ ვლადიმირ პუტინი პრინციპულად ემზადება ესკალაციის ახალ ტალღაზე, რადგან მისთვის ომი პრინციპის საკითხად იქცა. მოდით გავარკვიოთ, რა ხდება, რატო ხდება ეს სწორედ ეხლა და როგორ არის ეს ყველაფერი ერთ მთლიან სურათში დაკავშირებული. დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებით, ბენზინზე რიგებით, მობილიზაციის შესახებ ხმებით და ახალი ესკალაციისთვის მზადებით. ყველაზე მთავარი, რისთვის სჭირდება მაინც პუტინს, ასე წოდებული გასასვლელი ვიზები აბსოლუტურად ყველა რუსისთვის. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. და მეგობრებო, მოგიწოდებთ აუცილებლად გამოიწეროთ არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გამომწერისკენ. გახდით ჩვენი თემის ნაწილი. მოდით დავიწყოთ დღევანდელი დღის ყველაზე ხმაურიანი სიახლით, 10 ივლისის ყველაზე ხმაურიანი სიახლით. გამოცემა მოჟემ ობიასნიტი დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე და პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ თანამოსაუბრეზე დახნობით წერს, რომ კრემლი ამზადებს ქვეყნის დატოვების აკრძალვას სპეციალური გასასვლელი ვიზის გარეშე. შესაბამისი კანონპროექტისთვის დოკუმენტების პაკეტს ამზადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. და ამას აკეთებს იმ მოტივით, რომ გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოება საზღვარგარეთ. თავად ფორმულირება თითქოს ორუელის წიგნიდანაა აღებული. რათა დაიცვან რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ, უბრალოდ რა უნდა გააკეთონ? აღარ გაუშვან ისინი ქვეყნიდან. თუ რუსი არ მიდის საზღვარგარეთ, ეს ნიშნავს, რომ მასთან ყველაფერი კარგად იქნება. და აი კრემლის ახალი ინიციატივის დეტალები მართლაც შემაშფოთებლად ჩანს. იგეგმება, ასე ვთქვათ, ტურისტული გასასვლელი ვიზების შემოღება. ახალი წესების მიხედვით, არამეგობრულ ნატოს ქვეყნებში რუსები შეძლებენ გამგზავრებას მხოლოდ ორგანიზებულ ჯგუფებში, არანაკლებ 10 ადამიანის და წინასწარ დამტკიცებული მარშრუტით. ზუსტად ისე, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. სხვა ქვეყნებში, რომელთა სია ჯერ მუშავდება, ინდივიდუალური ტურიზმის შესაძლებლობა დარჩება, მაგრამ გასასვლელი ვიზა ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება. და აი ციტატა ერთ-ერთი წყაროდან, რომელიც გადმოსცემს ამ ახალი სისტემის მთელ ფილოსოფიას. ისეთი როგორიც ახლა, ანუ იყიდე ბილეთი და გაფრინდი, აღარ უნდა იყოს. სახელმწიფომ უნდა გასცეს ნებართვა გასვლაზე. და იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად სერიოზული უკანდახევაა ეს, უბრალოდ უნდა გავიხსენოთ ისტორია. საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა რუსეთში სტალინის ეპოქაში გაჩნდა. 1935 წელს მიიღეს კანონი, რომელიც საზღვარგარეთ გაქცევას სამშობლოს ღალატად მიიჩნევდა და სიკვდილით ისჯებოდა. და 1991 წლამდე, რომ საზღვარგარეთ გაემგზავრებულიყვნენ, საბჭოთა მოქალაქეებს უამრავი შეთანხმების გავლა და ნებართვის მიღება სჭირდებოდა. იმავე გასვლის ვიზაზე. ანუ საუბარია მექანიზმის დაბრუნებაზე, რომელიც ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს მოქმედებდა. და აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ასეთი ხმები უკვე ვრცელდებოდა მაშინაც კი, როცა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლახან დაიწყო. 2022 წლის ივლისში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ალექსეი ზაიცევი ამტკიცებდა. ციტატა: რაიმე სპეციალური გასვლის ვიზების შემოღება არ იგეგმება. მაშინვე მან აღნიშნა, რომ ქვეყნიდან თავისუფლად გასვლისა და დაბრუნების უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის 27 მუხლით. და მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ეჭვმიტანილია დანაშაულში, ან თუ ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა. და აი მას შემდეგ რეალობა მაინც შეიცვალა.
გასვლის შეზღუდვის მექანიზმები უკვე ჩაშენებულია ელექტრონული გაწვევის უწყებების შესახებ კანონში, რომელიც 2023 წლიდან მოქმედებს. ეს კანონი საშუალებას იძლევა ადამიანს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს მაშინვე, როგორც კი უწყება გამოჩნდება თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ რეესტრში. ხოლო საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც უკვე შემოღებულია უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, გასვლის აკრძალვა შეიძლება ბევრად უფრო ფართოდ გავრცელდეს. მაგრამ ასეთი ამბები სხვა ამბებსაც ეკვეთება. სანამ რუსეთი შიგნიდან აშენებს კედელს, ევროპა გარედან აშენებს მას და უნდა დატოვოს რუსები, ბოდიშით, როგორც ობობები ქილაში. აქ არის მნიშვნელოვანი შემოbrunება, რომელიც რუსებისთვის სიტუაციას ნამდვილად გამოუვალს ხდის. ეხლა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს ვარიანტები, მაგრამ შემდეგ მხოლოდ უარესი იქნება. სანამ მოსკოვი ფიქრობს, როგორ არ გამოუშვას თავისი მოქალაქეები, ევროპის კავშირი წყვეტს, ვის არ გამოიყენოს მათგან. იმავე დღეს, 10 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებმა შეათანხმეს ახალი ვერსია რუსეთის სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ, სანქციების 21 პაკეტის ფარგლებში. თავდაპირველად ევროკომისია სთავაზობდა აკრძალულიყო რუსეთის ყველა მოქალაქის შესვლა, ვინც მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში ან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. საწყისი ვერსია ვრცელდებოდა ყველა იმ პირზე, ვინც რუსეთის არმიაში ნებისმიერ როლს ასრულებდა, მათ შორის ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ ფუნქციებზე. გამონაკლისი მხოლოდ დეზერტირებისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა ინიციატივა შეარბილეს საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგობის შემდეგ. შედეგად აკრძალვა შეიზღუდა მოკლევადიან ვიზებზე იმ პირებისთვის, ვინც 2022 წლის თებერვლის შემდეგ უშუალოდ მონაწილეობდა ომში უკრაინის წინააღმდეგ. პარიზმა და რომმა გონილრულ რამეზე მიუთითეს. რუსეთში სავალდებულო გაწვევა მოქმედებს და ფართო აკრძალვა ფაქტობრივად ყველა მამაკაცს შეეხება, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა. მაგრამ როგორც მიხვდით, მიმართულების ვექტორი აშკარაა. ევროპა იხურება ომთან დაკავშირებული რუსებისთვის, ხოლო რუსეთი თავისით იკეტება. ადამიანის სისტემის შიგნით აღმოჩნდება მომწყვდეული. შიგნიდან მას საკუთარი სახელმწიფო არ უშვებს, გარედან კი უცხო სახელმწიფო არ უშვებს. ახლა კი მთავარ კითხვაზე, რატომ წამოიჭრა გასასვლელ ვიზებზე საუბარი სწორედ ახლა? პასუხის გასაცემად უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება საერთოდ რუსეთის შიგნით. რუსეთში კი საწვავის კატასტროფაა, რომელსაც ხელისუფლებამ დღეს პირველად ოფიციალურად აღიარა. სიტყვები, რომლებიც ერთი თვის წინაც კი წარმოუდგენელი იყო რუსი ჩინოვნიკისგან, დღეს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა წარმოთქვა. და შემდეგ მისი ციტატა. უნდა ვაღიაროთ, რომ საწვავის ბაზარზე პრობლემებია და დეფიციტია, რის გამოც რიგები გვაქვს, ან ზოგჯერ ბენზინ-გასამართი სადგურები არასტაბილურად მუშაობს. მიზეზიც პირდაპირ დაასახელა. ქარხნები გამოდის მწყობრიდან უპილოტო აპარატების თავდასხმების გამო. და რა არის საყურადღებო? ნოვაკის ეს აღიარება გაჟღერდა რამდენიმე კვირის უარყოფის შემდეგ. ზუსტად 2 დღის წინ ვლადიმერ პუტინთან თადბირზე ამავე ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. 1 ივლისს მანვე არწმუნებდა, რომ ბაზარი, ციტატა, თლიანობაში უზრუნველყოფილია. 26 ივნისს მანვე ყველაფერი აჟიოტაჟითა და ხელოვნური მოთხოვნით ახსნა. თითქოს სინამდვილეში ბენზინი უხვადაა, უბრალოდ მის დასადებად ადგილი არ არის, მაგრამ თავად რუსებმა მოაწყეს ეს გაუგონარი აჟიოტაჟი, თორემ ასე სიტუაცია საერთოდ კარგია. ეხლა კი ბოლოს და ბოლოს ის აღიარებს, რომ კი, ბენზინის დეფიციტი მაინც არსებობს. რეალობა, როგორც ამბობენ, ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე პროპაგანდა. ანუ ვერც სოლოვიოვი და ვერც სკობეევა ვეღარ გადაარწმუნებენ რუსს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე რიგში დგას, რომ ბენზინი არის და სიტუაცია აი მაგარია. ამ რეალობის მასშტაბი ციფრებშია და ეს ციფრები შოკის მომგვრელია. სასიამოვნოდ შოკის მომგვრელია აღნიშნო. ავტობენზინის წარმოება მიმდინარე კვირაში ზაფხულის საშუალო მოხმარების დონესთან შედარებით 65%-მდე დაეცა. გასაგებენაზე რო ვთქვათ, ბენზინის წარმოება დღეში 75,000 ტონამდე დაეცა, მაშინ როცა ამავე პერიოდში რუსები დაახლოებით 120,000 ტონას მოიხმარეთ. და ხაზგასმით აღნიშნავ, ეს მხოლოდ შიდა ბაზარია. წარმოების ჩამორჩენა ბაზრის მოთხოვნებთან 40-45,000 ტონას დრეში აღწევს. ანუ დაახლოებით 35%-ს. ეხლა ყურადღება მიაქციეთ. ჯერ კიდევ ივნისში ეს სხვაობა 25%-ად ფასდებოდა. ანუ ეს სხვაობა სწრაფად იზრდება. კიდევ რამდენიმე დარტყმა ნავთობ გადამამუშავებელზე და სიტუაცია საბოლოოდ კატასტროფული გახდება. ანუ დღეს უკვე ბაზრის მესამედი საერთოდ ვერ იფარება.
და ახლა უკრაინული დრონები ქარხანას ქარხნის შემის შემდეგ ანადგურებენ. მაგალითად 6 ივლისს ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა. ეს არის ყველაზე ძლიერი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში და ბოლო ტოპ 10-იდან, რომელიც აქამდე უკრაინული დარტყმებისთვის მიუწვდომელი იყო. 2 ივლისიდან გაჩერდა ნიჟეგოროდ ნეფტეორგსინთეზი. ეს არის ბენზინის წარმოების მოცულობით მეორე ქარხანა ქვეყანაში. 8 ივლისიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. და Energy Intelligence-ის შეფასებით, ეხლა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარი გაჩერებული. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა დაეცა იმ დონემდე, რაც ეკონომიკას 1990-იანი წლების ბოლოდან არ უნახავს. ბენზინის წარმოება მინიმუმ 25%-ით შემცირდა წელიწადში, ხოლო დიზელის თითქმის 40%-ით. და ეს არის ეროვნული დამცირების მაგალითი. ნავთობის ზესახელმწიფომ დაიწყო ბენზინის საზღვაო იმპორტი ინდოეთიდან. ხოლო დანაკლის მოცულობებს ავსებს ბელარუსიდან მიწოდებებით, რომელმაც ივნისში ისინი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზარდა. მთავრობამ უკვე გადადგა სასოწარკვეთილი ნაბიჯები და აკრძალა ექსპორტი, თუნდაც დიზელის საწვავის. და რაც თავარია, ნებადართო ბენზინისა და დიზელის გამოშვება შემცირებული ხარისხის მაჩვენებლებით. და აი დღეს რუსეთში მოხდა ის, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმისთვის. კრემლმა ბენზინის დეფიციტთან ბრძოლა ხელკეტებით დაიწყო. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციის კიროვის ოლქი უკვე მეხუთე რეგიონი გახდა, სადაც ბენზინგასამართ სადგურებზე შეიარაღებული პატრულები გაგზავნეს. ადგილობრივი ხელისუფლების ფორმულირება თითქმის კომიკურად ჟღერს. ბენზინგასამართ სადგურებზე წესრიგის დასამყარებლად ახლა მუდმივად მორიგეობას გაუწევენ საპატრულო საგუშაგო სამსახურის ეკიპაჟები, საგზაო პოლიციისა და როსგვარდიის თანამშრომლები. კიროვის ოლქი მიხვება კუბანს, ბაიკალს, ნოვოსიბირსკსა და ირკუტსკის ოლქს. თანაც ქვეყნის მასშტაბით სურათი უბრალოდ სიურეალისტურია. თუ კუბანში და ნოვოსიბირსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებზე მორიგეობენ კაზაკები, მოხალისეები და ეგრეთ წოდებული სახალხო რაზმელები, სხვა რეგიონებში ყურადღება ბენზინგასამართ სადგურებზე განათავსეს პოლიცია და როსგვარდია. ირკუტსკის ოლქში სამართალდამცველები რიგებს სადღეღამისოდ პატრულირებენ და უკვე აკავებენ, როგორც თავად ამბობენ, გადამყიდველებს. პირდაპირ ნორმირებასაც შემოიღებენ. ყველაფერი როგორც საომარი დროისას. კიროვის ოლქში 11 ივლისიდან საწავს გაანაწილებენ წყვილი კენტი პრინციპით. წყვილ დღეებში ავსებენ მანქანებს წყვილი ნომრებით, ხოლო კენტ დღეებში კენტი ნომრებით. კენტი ნომრებით. საქმე აბსურდამდე მიდის. ხელისუფლება ჩივის, რომ თითქმის ნახევარი მძღოლი თითქოს და მოდის მხოლოდ 1-დან 10 ლიტრამდე ბენზინის დასამატებლად, რითაც რიგებს ქმნიან. ანუ ის რაც ყოველთვის ნორმა იყო, ეხლა პრობლემად იქცა, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით უნდა გადაჭრა. ეხლა მოდით მთელი პაზლი შევკრათ. რატომ დასჭირდა სახელმწიფოს, რომელსაც ქარხნები ეწვება და მანქანებში ბაკები ცარიელდა, მოულოდნელად საკუთარი მოქალაქეების ქვეყნის შიგნით ჩაკეტვა და ეგრეთ წოდებული ქვეყნიდან გასვლის ვიზების დისდაბრუნება? პასუხი იმაშია, რომ საწვავის კრიზისი მხოლოდ პრობლემის ზედაპირია. მის ქვეშ იმაზე მზადება, რისგანაც ხალხს სწორედ გაქცევა მოუნდება. პირველი მობილიზაცია. ზეარხებში უკვე გავრცელდა ხმები ახალი გაწევის ტალღის შესახებ. სახელდება ციფრები 1 ან 2 მილიონი ადამიანი, ხოლო ვადად ოქტომბერი. და უკრაინელები რას ფიქრობენ? სწორედ სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ. ლოგიკა ასეთია: ჯერ არჩევნები, მერე ყველა არაპოპულარული გადაწყვეტილება. და სწორედ აქ გასასვლელი ვიზები მობილიზაციასთან ერთად ერთიან მექანიზმად ყალიბდება. გახსენეთ, ელექტრონული გაწევის უწყებების შესახებ კანონი უკვე საშუალებას აძლევს ადამიანს მყისიერად გახდეს არაგასასვლელი, ხოლო გასასვლელი ვიზები უბრალოდ ბოლო ხვრელსხურავი. ანუ შესაძლებლობა უბრალოდ იყიდო ბილეთი და გაემგზავრო ქვეყნიდან მანამ სანამ უწყება მოგწვებოდა. სახელმწიფოს უნდა რომ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების მომენტისთვის კარები უკვე სრულად დაკეტილი იყოს. მეორე, ესკალაცია. ეს ყველაფერი არ არის იმ ქვეყნის ნიშანი, რომელიც აპირებს ომის დასრულებას. ეს არის ქვეყნის ნიშანი, რომელიც ემზადება ომის გასაგრძელებლად და გასაფართოებლად. აქედან მოდის მილიტარიზაციის საერთო ატმოსფეროც, თუნდაც ყოფაში. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში უკვე დაიწყეს დრონებთან საბრძოლველად მცროლების ძებნა. სახელმწიფო მთლიანად სამხედრო რეჟიმზე გადახავს საზოგადოება და ამავდროულად რას აკეთებს? ყველა გამოსავალს კეტავს. თანამედროვე რუსეთის ლოგიკა სულ უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირის უარეს ლოგიკას. რაც უფრო ცუდად არის საქმეები, მით უფრო მტკიცეა საკეტები. საწვავის დეფიციტის აღიარება, ძალოვანი სტრუქტურები ბენზინგასამართ სადგურებზე,
ბენზინის ნორმირება. ეს ჭორები მობილიზაციის შესახებ და გასასვლელი ვიზების პროექტი. როგორც მიხვდით, ეს არ არის უბრალოდ ცალკეული ამბები, არა. ეს არის ერთი სტრატეგიის ელემენტები. ხალხის შიგნით დატოვება და მათი ყველა რესურსის მობილიზება. ადამიანური, მატერიალური, ფინანსური და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ომისთვისაა, რომლის შეწყვეტასაც კრემლი არ აპირებს. მოდით შევაჯამოთ. მხოლოდ ერთი დღის, 10 ივლისის განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ, როგორ ყალიბდება ახალი რეალობა რუსებისთვის. სახელმწიფო განიხილავს სტალინის დროინდელი გასასვლელი ვიზების დაბრუნებას. ანუ, რომ გასვლა იყოს არა უფლება, არამედ სახელმწიფოს ნებართვა. ევროპა მეორე მხრივ კარს უკეტავს ომში ჩართულ პირებს. რუსეთის მთავრობა პირველად ავიარებს საწვავის დეფიციტს. ბენზინის წარმოება შემცირდა მოთხოვნის მხოლოდ 2/3-მდე. ხოლო გასამართ სადგურებზე საწვავის ნაცვლად გათამაშებები ტარდება. როსგვარდია და პოლიცია. და ამ ყველაფერს ემატება მობილიზაციის შესახებ ჭორები. აშკარაა, რომ კრემლი მშვიდობისთვის კი არა, ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება. და პირველი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, როცა ემზადება ხალხის ფრონტზე გარეკვისთვის, არის ის, რომ წინასწარ კეტავს ყველა გასასვლელს. იმიტომ, რომ ბანაკიდან რადაც სულ უფრო მეტად იქცევა რუსეთი, ბევრი მოინდომებს გასვლას. ხოლო ხელისუფლების ამოცანაა ისე მოაწყოს ყველაფერი, რომ ვერავინ შეძლოს გასვლა. აქ წევდილებს დავსვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით დაეხმაროთ. ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.